დღე დაღამე მშვიდობისა, მე და გიორგი მოვედით და მოგიტანეთ აი ჯგუფი. სადაც საფრანგეთი შეხვდება სენეგალს, ერაყს და ნორვეგიას და ის სამი ერთმანეთს. საფრანგეთი სენეგალი მეცნობა ეგ თამაში. კი. სენეგალსაც ეცნობა და საფრანგეთსაც არც ისე სასიამოვნოდ. ესე იგი 24 წლის წინ იყო. ხო. ეს თამაში. და სენეგალმა მოიგო ერთით. კი, ისეთი ტიტულოვანი საფრანგეთი და უცნობი სენეგალი. სიტუაცია ალბათ იგივეა, რომ სენეგალის ნაკრების ფეხბურთელები საფრანგეთში თამაშობენ დიდწილად ის. ხო. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები საფრანგეთს გარეთ. დიდწილად, მაგრამ ამასობაში გამოჩნდა პარი სენ-ჟერმენი და მონაკო, სადაც უკვე დიდარი გუნდებია განსხვავებით იმ პერიოდისგან და ფრანგებიც არიან. საფრანგეთის ზედმეტსახელი ნაკრების გეცოდინება. მამლები. ხო, მამლები ლურჯებსაც ეძახიან. მაგრამ მამლები განსაკუთრებით მაშინ გახდა ისეთი აქტუალური, როცა სიმბოლო ხო მამალი არის საფრანგეთის და ლეკოკის ფირმის ეკიპირება რა ქონდათ. ხო, და ნუ ახლა ბოროტი უნდა ყოფილიყო, რომ მამალი აღარ დაგეძახა საფრანგეთის. თვითონ ეძახიან ლურჯ წითელ თეთრებს. ხო, ეგ ხა დროში. თვითონ ფეხბურთელები, იმიტომ რომ მან ხო ის არის. ლებლოსაც ეძახიან მარტო ლურჯებს. ეძახიან, მაგრამ საფრანგეთს, თანამედროვე საფრანგეთს უნდა რომ განასახიერებდეს მრავალფეროვან ეთნიკურ იმას, შემადგენლობას და შედგენილობას და ეგრეც არის კიდევაც. 30-ზე მეტი განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში. ხო, და ეგ სულ ეგრე იყო. ეს ხა ჩვენ ტელევიზიის ეპოქაში გონია, რა ვხედავთ სხვადასხვა სიმკვეთრის ვერის ფეხბურთელებს, მაგრამ ფრანგული ფეხბურთი დიდწილად ეგრე იყო. უცხოელების მონაწილეობა თვალსაჩინო იყო ყოველთვის. ძალიან მაგარი შემადგენლობა ყავს საფრანგეთს. წინაზეც, ხო, იმის წინაზეც. იმდენად ბევრი ფეხბურთელი წამოვიდა, რომ დატოვა კაი ნაკრები დატოვა. გინდა გითხრა. მეორე ნაკრები რა იქნებოდა და შენი აზრით ვის მოუგებდა? მიდი. შევალიე კარში. ხა ითამაშა ცოტა, ითამაშა ბევრი ითამაშა, PSG-ს მეკარია. ლიგის გამარჯვებულის მედალი მეიტანა იმ დღეს სახში. მეორე. არა, პირველი ამისთვის კაცო. პირველი. დაცვაში ტეო ერნანდესი, პავარი, მსოფლიო ჩემპიონი. და ფინალში გოლის ავტორი. პიერ კალულუ, იუვენტუსში მშვენიერი სეზონი ჰქონდა. მეგური დამწყდა რო არ წაიყვანა და მეოთხე მცველი ლუკება. კი ბატონო, ნახევარდაცვა. ხეფრენ ტურამი, იუვენტუსი. ხო. კინგსლი კომანი. საუდის არაბეთით და ყოფილი იუვენტუსი. და ბაიერნი. ხო. პოგბა. გუენდუზი. ლაციო და არსენალი ყოფილი. ხო. ისა ტოლისო. ლიონი. კი ბატონო. თავდასხმა გითხრა? კოლომუანი. ტოტენჰემი. ეკიტიკე. ლივერპული. აჰა, ძმაო. ჯერა მესამე შემადგენლობა შეიძლება იყო, რომელიც მაგ ჯგუფიდან გავიდოდა. მაგრამ ნუ ეგ არის თანამედროვე ფეხბურთი რა, დიდებს დიდი რესურსები. ყავს ნორვეგია. კი, ნორვეგია ყავს
კიდე რამე დამაინტერესა საფრანგეთს ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი ყავს. რომელმაც კარიერა დაამთავრეს და ზოგი საწავიდა, ზოგი სად. ვინ სად წავიდა, გაინტერესებს? ზოგიერთი. ზოგი არა, ყველა თემა ჩამოთვალა. აბა თან ისინი გამოურიცხე პოლიტიკა და ისა, ხმელობა. კანტონა წავიდა კინოში. ბარტეზი წავიდა ავტორბოლაში. გეტყვი. ფლამინი ბიოქიმიაში. ბიოქიმიაში იმ დროსაც იყო. ხო, მაგრამ ეხლა აქტიურად და არსენალ წარმატებულ კომპანიაში. არსენალის ფანები თხოვდნენ მესი გვიყი. კიდევ იმდენი ფული გაქვს შენ კი მახსოვს. ლებეფი გახსოვს? ფრანკ ლებეფი თეატრში. ვაა. ეს მსახიობა თუ მსახიობად არა. დეკორატორი. არა, გამნათებლად და დეკორატორად მსახიობად. შენ თუ იცი რომ საფრანგეთს ეკუთვნის ძალიან მაგარი რეკორდი. ორჯერ ხო გახდნენ მსოფლიო ჩემპიონი. პირველ შემთხვევაში ივარში ყავდათ. ხო. ცენტრალურ თავდასხმას. მეორეში ჟირო. ხო. არც ერთ და არც მეორეს გოლი არ გაუტანიათ იმ ტურნირზე. ხო. ანუ ჩემპიონი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი. ჩემპიონი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი ჯერ ერთი და მეორე ისე გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, რომ გოლი არ გაუტანიათ. კი, იმიტომ რომ სხვებს ათამაშებდა ძირითადში. არა, ძირითადი თავდამსხმელი იყო ორივე. ის პირველ თამაში არ იყო ივარში, მაგრამ დაიმტრა. შეუშვეს და მე ძირითადში იყო და ჟიროც ძირითადი. ანუ ძირითადი იყო, ყველა თამაში ითამაშეს. გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონები გახდა. და ჟირო არის ყველა დროის ბომბარდირი. თან ფრანგულში, ხო, საფრანგეთის ნაკრებში. მერე მოდის მბაპე. ხო, ну кайია, საფრანგეთში დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი საფრანგეთის გულშემატკივარი. რა გიშლის ხელს? ჩემი გული დაკავებული. ვინ მოიტაცა გერმანია? დროის დროს ხო. ვარ როგორ ლამაზად გამოგივიდა. სენეგალი. ზედმეტ სახელი იცი სენეგალის. რაღაცა ლომები. ტერანგას ლომები. ტერანგა რაიონს. ხო, ტერანგა რა არის იცი? მდინარე ან კარგია, მიდი, თქვი ერთი ორი ვერსიაც და მე გეტყვი. ან მინდური არა. აბა, სტუმართმოყვარეობა. სტუმართმოყვარეობის ლომები. ედავშენა. ხო, ანუ რაღაც სტუმართმოყვარეები ვართო, მაგრამ თან ლომები ვართ. დამტკმელი პურის მჭამელი რაღაცა. ხო, ეს რაღაც მაკეტი მიდის კი, მაგუჯრაში დევს სახელი. და სენეგალის ვარსკვლავი სადიო მანე. ხო, ეგეც საუდის არაბეთიდან. ხო. მაგრამ საუკეთესო პერიოდი ევროპაში. ლივერპულში. კი ბატონო. და ეგეს თავისი ლივერპულის მაკაცის არ იყოს, სალახის. ისეთი ქველმოქმედი, კარგი ადამიანი, რომელმაც ბავშვების სწავლა-განათლება, სამართყოფოების აღჭურვილობა და რაღაცეები, კი ბატონო, ინტერნეტი რო არის სენეგალში დიდი როლი მიუძღვის, გზები რო არის ამის დამსახურება და სენეგალელ ბავშვებს უნდათ რომ გაიზრდებიან, მანე გამოვიდნენ. ესეთი კეთილი კაცი არის სადიო. რა თქმა უნდა, ბევრი გოლებით, ბევრი თამაშებით და ასე შემდეგ. და გულშემატკივრები არიან ძალიან მხიარულები. სულ ცეკვავენ. და ყოფილა შემთხვევა რაღაც თამაში რო გოლი გაუტანიათ, ისე გაუხარდა ყველას, რომ გულშემატკივრები ხო ცეკვავდნენ. ვინც გაიტანა ხო ცეკვავდა. მოედანზე ვინც იყო, ისინი წაცეკვდნენ და სათადარიგოებით წამოდგნენ და ისინი ცეკვავდნენ. ეგეთი რა ხერული კეთილი ხალხი. კი, ჩვენ სენეგალი ცეკვით გავიცანით, ის საფრანგეთს რომ მოუგეს. ხო, ცეკვავდნენ. პაპე იმანი ცეკვა. დასამართლე პაპე ბუბედი. დიოპი, ხო. ხო, და ისინი არიან რა. მხიარული ხალხი არიან. ანეკდოტიც და იუმორიც ამ მიმართულებით აქვს რა. მამა ეკითხება სენეგალელ ბიჭს. რომ მამიკო, დოლი რატო იყიდო?
მუსიკისთვისო ბავშვობიდან. მე მეზობლებიო რას ამბობენო. არ ვიციო, არ მესმისო. აკეთენ ამახვილებენ ყურადღებას ბერიანად ეყვავენ. შემდეგი ამ ჯგუფში სენეგალია ხო დაკარი. ხო, პარიზი დაკარი არის სენეგალი. ანუ პარიზიდან ანუ მაგათ თამაში ერთგვარი პარიზ დაკარი აქვს. სენეგალია, თქვენ გვეშლება. არა უშავს თუ გვეშლება გაგვისწორებენ. ქართველ იმეებს არ მაყურებელს არ ერიდება კომენტარში და რეებს ბოდია ლუქთ ბიჭო თქო. სენეგალი ალბათ. კაი. ცნობილი სენეგალელი ვინ გახსენდება სადიო მანესკართან. ერთი მაგარი კაცი ყოლია, თამათ არ ვიცოდი და გამიხარდა რომ გავიქე. და კარიერო არ გამომჩაეხა. იუსუნდური. იუსუნდური. 7 seconds. ბულამასე, ეგა. ძალიან პოპულარულია სენეგალში და თურმე ყოფილა კულტურის მინისტრი. მარტო კულტურის სამინისტრო. არა, კულტურის და რაღაცის. კულტურის და მეცნიერების. ტურიზმის. კულტურა და ტურიზმი იუსუნდურს ჰქონდა ჩაბარებარია, ხო. არ ვიცოდი დიდი ხანი რომელსაც თავდებოდა რა ეს. გამყოფის სულისად იყო იუსუნდურში. სახელისად შენ იცი? დური იქნება გვარი. ხო, დური არის გვარი. დური არის ფეხბურთელი, ლაციოში თამაშობს ერთი დური. ხო, რა პრობლემაა? ის უწმინდური როა ქართული სიტყვა ის არის, მაქედან მოსულია. უწმინდური? მასე იწერება. უწმინდური. ნორვეგია კაი ხანი არ ყოფილა. ხო. ბოლოს რო იყო ბრაზილიას მოუგეს. და იცი რომ ბრაზილიასთან სასწაული მაჩვენებელი ხო. ხო, ბრაზილია არის ამათი ბულკი. 4 თამაში, აქედან 2 მოუგეს, 2 ფრე. ხო, ბოლო ჩემპიონატზეც მოიგეს მე მგონი, ხო? ბოლოს როცა შეხვდა. ორიანდრეფლო, ხო. მაშინ აი მას დაემთხო. ბუსმანის წესის პერიოდია რა. ეს ორიანდრეფლო გადავიდა უფასო. ჩელსი შეეძლო უფასოდ გადასულიყო, მაგრამ ისე არ უჭირდა ჩელსის და ისეთი გუნდიდან გადადიოდა ეს ვიკინგიდან, რომ იმხელა თანხაზე არ იყო საუბარი და მაინც გადაიხადეს. ეხლა ხო გაგვიტანა ჩვენ საქართველოს. რომელ? ტორიანდრე. გონი კი. ეხაც 2 თავდამსხმელი ყავთ ცნობილი. კი. ჰალანდი და სორლოტი. ეხლა კაი გუნდი ყავთ ბიჭო. უკან ცენტრალურ მცველები. ოდეგარდი. უკან. ოსტეგარდი. მე იმას ვერ შვები, რა სხვანაირად რომ ამბობენ ხოლმე სკანდინავიურ გვარებს. ოდეგორი და რაღაც. ოსტეგარდი წერია, ოსტეგარდი. სად წერია? მაიკაზე. ხო წერია. კი. ხო. ხო და იქ რაღაც აებს და იმებს დაუმატებენ ხაზებს არ გოლებს, მანდ ვიჭრები. ამიტომ ოსტეგარდი. აი მუსა. ჩვენ რო დაგვაწიოკა. ეტალიგა. ისა რიერსონი დორტმუნდის. რა გინდა? გადასარევი გუნდი, მაგრამ ნუ ჰალანდი არის მოლენა რა. ისეთი მოლენაა, რომ ჯერ ხო ახლა კარიერის შუაში არის ალბათ, ხო? ასაკიდან გამომდინარე და შუაში შეიძლება არა. უკვე ყველა დროის ბომბარდირი არის ნორვეგიაში. ანუ ნორვეგიელმა ფეხბურთელებმა მომავალმა ფეხბურთელებმა თუმცა უნდა ცოტა ხანი ეს გადადონ ბომბარდირობაზე ოცნება და რაღაც. და მაგარი ოჯახიდან არის თვითონ ის ერლინგი. თვითონაც კაი ბიჭია და ძმაც კარგია. ძმა და მშობლები ლიდსის მცველი. მამამისი ხო ლიდსში იყო, ნოტინგემ ფორესტში იყო და სიტიში იყო. ლიდსში დაიბადა ესა ერლინგი. და რო გაიზარდა და ესეთი ბიჭი გახდა, ყველა ამბობს რომ დედის იმაზე წავიდაო. ყვალობაზე კი არა და დედას გავს. ხო. დედამისი ყოფილა
ნორვეგიის ჩემპიონი პენტატლონში. პენტატლონი, ხო, პენტატლონი. 7 თუ 5. 5-ია პენტაგონი. 7 სპორტირული გაერთიანება. 5. 5 სპორტირული გაერთიანებული. მაგაში არის ჩემპიონი. ხო. ნორვეგიის. ცურვას იბიცხე, ნოსნობა სროლა და რაღაცა 5 კიდე. ჭადრაკი. ველოსიპედი თუ რაღაცა. რაღაცა იქ წინა რო ამოდიან მე ველოსიპედზე ჯდებიან, მე მიაგდებენ ფეხით გარბიან, მე სადღაც გადახტებიან და მე რაღაცას კიდე მოიგებენ. მაგის ჩემპიონია. ეს ერლინგი თავიდან სპორტზე შეაგდეს. პატარა იყო 5 თუ 6 წლის რეკორდი დაამყარა სიგრძეზე ხტომაში. ბავშვების რეკორდი ნორვეგიაში მეტრი და 60 და რაღაცაზე გადახტა. და ჯერ ვერ ხსნია. შეიყვანეს მე ისა ხელბურთზე. მე ფეხბურთზე. და გარდა ამისა რეპერობდა კიდევაც. თავისი ბენდი ქონდა და რაღაცა ისიც აქვს რა. და ძერწ სინგლი. არ ძერწავდა. არ ვიცი, დავიღალე მე და აღარ წავიკითხე. ორი არ არის გამორიცხული რომ ძერწავს და გალობს ტაძარში. კი. ნორვეგია იომებს არა მარტო ამ ჯგუფში აქედან არ არის გაძრუმა იომა. სენეგალი რამის არასაფეხბურთო პრობლემები თუ არ დაეწყოთ, კარგი გუნდია. კი ბატონო. ერაყაზე არ ვიცი, ნუ მალაპარაკებ. და ნორვეგიული იუმორი გაინტერესებს? კი. 2 ნორვეგიელი თევზაობს. სხვა რა უნდა ქნა. ხო, და დიდი ხანი თევზობენ და ერთი უცებ წამოდგება და მეორე სვენბრო ეს თევზი მე მგონი საერთოდ არ არის. და მეორე ჩუმად არ დააფრთხო. ჩემი თავი გამახსენდა რამდენჯერმე. ამ იუმორს. ნორვეგიას იმდენი ტბა და წყალი და ზღვა და ყველაფერი აქვს. ხო, ნორვეგიული ორაგული სიომგას რო ეძახიან მაღაზიებში. ეს უსაფუძვლო ანეკდოტი. სასაცილო არის, მაგრამ დილეტანტ მეთევზეებზე რეალურ ფაქტებზე არ არის დაფუძნებული. და სამაგეროდ ისეთი ანეკდოტია, რომ ამ ანეკდოტში არც ერთი ცხოველი არ დაზარალებს თევზს. და ერაყი. ერაყი კაი ხანი არ გამოჩენია. კი, 40 წელი. ხო, 86-ში მახსოვს იყვნენ. ერაყის ზედმეტსახელი იცი? მესოპოტამიის ლომები. ვახ. ანუ ჩვენ ყავს ნორვეგია ლომები. თუ არ თქვი ნორვეგიასაც ლომები ქვიათ, მესოპოტამიის ლომები და ეს თუმარმას პინძლობის თუ რაღაცის ლომები. და მამლები. გუნდის სახელს ის კიდე ქვეჯგუფის სახელს ხედავ. კი, პირდაპირ კი მამალი ლომები. ვა თვითონ გეუბნება. ჯგუფი გეუბნება. არსად არ გიშვებს. ისეთი ზედმეტსახელებით არიან. ხო. ანუ ერაყი საინტერესოა რას. ერაყი ერთხელ გახდა მე და შენ შევესწარით. სადღაც ვიყავით. აუ, კი და რაღაცა მოიგეს. აზიის თასი მოიგეს და იყო ხალხი გამოცვიდა ქუჩაში ამსტერდამში ერაყის დროშებით და შეიკრიბნენ და უხარიათ და ჩვენ ვერ მივხვდით რომ საპროტესტო აქცია თუ ზეიმია თუ რა არის და ცოტა შორს გაუარეთ. მე რომ ვიკითხეთ ვითხრეს რომ აზიის თასი მოიგესო და ცოტა ხანი შეუერთდით ჩვენს. მე აფრიკის თასის ზეიმზეც ვარ ამყოფი. ზეიმობთ. ჩემ სადარბაზოში ძველ სახში ჩემი სართულზე ბინა იყო გაქირავებული და ნიგერიელ სტუდენტებს ჰქონდათ ნაქირავები. და იმ წელს ნიგერიამ მოიგო აფრიკის თასი. და ეთყობა ეს სტუდენტები შეიკრიბნენ და რაღაც. ხო. და ერთად უყურეს, მოწრუპეს რაღაცა, რომ მორჩა და იზეიმეს სიმღერაც შემოსძახეს. ეს ნიგერიული სიმღერა არ არის ისეთი, რომ მრავალხმიანი და რომ მოიხიბლო. ხო. ამიტომ მეორე დღეს მეზობლებმა
დინის პატრონს, ვისაც გაქირავებული ქონდა, უთხრეს საყვედური და შენი სტუდენტებიო, ყვირიანო. და დიდი ამბავი მოაწყესო და იმას რა ეკნა ახლა. ესე პლუსი ღებდა ვერ გაყრიდა, ამიტომ მარტივი გამოსავალი ნახა. მამაო მოიყვანდა სადარბაზო აკურთხა. ისინიც გაჩვენდნენ სხვა მეზობლებიც რა ეხლა ხორი ხოლმე ის. ეს რა გააკეთე, ხო? ეს არის აი ჯგუფი? ეს არის აი ჯგუფი. აუ, ეგეც მაგარი სახელია. აი ჯგუფი. რომებით? მაგრამ ისეთი სახელია სხვას ვერ დაარქვი. ვერც იმას ვერ დაარქვი, მამალომე. იყოს რა, მე შემდეგ ტურიდან გადავარქვათ. ცოტა აი ჯგუფი თუ მართლა რამე აი ჯგუფის შესაფერის იქნეს თუ არა და დაუტოვოთ ეს არა მე სხვა და აი თან ისიც ხო არის ხელოვნური ინტელექტი AI ჯგუფი აი ჯგუფი სამაგალითო ჯგუფიც არის და ისიც არის და iPhone-ის შვილობილი iPod-ი iPad-ი და აი ჯგუფი ხო შევხედოთ რა ну სამუშაო ვერსია მოდი ჯერ იყოს ის მამალი ჯგუფი მე მოგიტანე J ჯგუფი ჯგუფი სადაც არიან არგენტინა ავსტრია ალჟირი და იორდანია ახლა კარგად მივიდიოდი და იორდანია ეს გავიაზროთ და მე ჯგუფის სახელზე თუ გამოიყენებ ხო კაი თუ არა და ჩამოვყალიბდეთ აბა რას ფიქრობ ამ ჯგუფზე შენი მოლოდინები პროგნოზები იმედები სურვილები ჩანაფიქრები იორდანია მე მგონი უნდა გამოვიტიროთ მოხვედრითაც მანდ რაღაცა პენალტებით და იმებით დამებით მოგაწვნა თუმცა ეს ავსტრია არგენტინას მიულოცოთ მაშინ დაველოდოთ მაინც ხო ავსტრიაზე ამბობდი რაღაცა კაის ავსტრია არის არასტაბილური გუნდი ხა შეუძლია დაუშვათ თურქეთს მოუგოს 6-1 და მე იმავე თურქეთთან გამოვარდეს სამთვეში ხო ალაბა დაბრუნდა თუ იცი არა მაგრამ იმაში არის შემადგენლობაში არის რა ფორმაშია და რა შეუძლია ხო და ესე იგი დაბრუნდა ხო ვერ იქნება რაღაც ფორმით დაბრუნდა ჯერ საბუთებით ნახოთ მოედანზე რა სიზავს და ალჟირიც თანამედროვე ალჟირზე არა მაქვს დიდი წარმოდგენა რა გითხრა ფეხბურთელი შეიძლება ვერ გავიხსენო მაგრამ ალჟირი ცოტა ხნის წინ მაჰრესი იყო მაჰრესი ვარსკვლავ და თავიდან რო გამოჩნდა გერმანიას მოუგეს 92-ში კი ბატონო მაშინ ყავდათ ორი ვარსკვლავი მაჯერი და ბელუმი და მაჯერი არ მახსოვს მე მაშინ თვეების ვიყავი მაგათ გაუტანეს გერმანიას ორი ერთი მორჩა ხო მაინც ბავშვს რაღაცა ჩაქჩება რა და ალჟირი საფეხბურთო ქვეყანა ნუ ბოლოს ზიდანი რო იცახონ კიდე кайხანი იყოფათ ხო და მაჰრეზი და ისა რეის მახსოვს ისლამ სლიმანი გახსოვს სლიმანი პორტოს თავდამსხმელი პორტოშიც იყო მე ლესტერში იყო ხო პრემიერ ლიგაში მახსოვს მე კი ლესტერში იყო ეს რო გაუშვეს ვარდი ხო ვარდი რა წავიდა მოვიდა სლიმანი არგენტინა კი ვიცით არგენტინა სამგზის მსოფლიო ჩემპიონია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია მესი ყავთ მაგალისტერი ყავთ ალვარესი ყავთ ხულიან ალვარესი რომელზეც ახლა მიდის ისა ფულების ფრეალი ვინც აიყვანს PSG უთხრა 120 მილიონს მოგცემთ და ორ ფეხბურთელს ბარსამ უთხრა 100 მილიონს მოგცემთ მარტო და იმათმა დაცინეს
ხა კიდევ ვინ ჩაერთვება ან როგორ გაიზრდება ფასი ან ვინ რას დაუმატებს ეგ ნახოთ აი ჩემპიონატის მერე ინგლისელები ჯერ არ გამოჩენენ არა ხო ჯერ უყურებენ ფუნტ თავისი გირვანქებით აი ყველაფერი იყო ფუნტში რომ გავაკეთოთ იტყვიან და ხო ჩემი აზრით არგენტინა წელს ესეთ იმას ვეღარ იზამს ფურორს რატო მესის ასაკი გალაპარაკებს და ევროპული ფეხბურთის ისა რა მაშინაც როგორ დაუშვეს თასი ევროპის გარეთ წავიდა ძნელი წარმოსადგენია თუმცა ეხლა პროგნოზი ხო იცი უმადური საქმეა და შეიძლება ისევ არგენტინა მოიგოს მაგრამ მე მგონია ნაკლებად სავარო ვიღაცა გაამწარებთ და ააცრემლებთ და მესი არის ბომბარდირი ზემეთი გოლი აქვს გატანილი ნაკრებში მერე მოდის ბატისტუტა 40 რაღაცა 60-მდე მე მგონი ბატიგოლი რომელიც კარიერის მერე შეეშვა ფეხბურთს რაღაცა ჯანმრთელობის ამბავიც იყო და ეხლა არის სამშენებლო ბიზნესში რემონტები კოტეჯები მიშენება მიშენება დაშენება ფასადები და ხო არგენტინის საფრთხე შეიძლება გამოიძახო და გაბრიელ ბატისტუტა ბრიგადით ეს გაიგეთებს ორბელაში კარგი ფეხბურთელი კარგი ადამიანი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიორენტინელი ხო მაგრამ რომაშიც კარგი პერიოდი ქონდა ძალიან მერე მანდვი არის სადღაც აგუეროც კუნ აგუერო რომელიც ეხლა რას აკეთებს იცი ტვიჩი იცი რა არის ტვიჩი კი ის არის თამაშებს რო სტრიმავენ ხო YouTube-ის ნაირ სახე ხო ესე გეიმინგ მიმართულებით და მანდ არის ძალიან პოპულარული ნიკოს კითხე ჩემშვილს მეთქი აგუერო გახსოვს მეთქი და აგუერო ვიციო კაცო ტვიჩზეო უყურებ თამაში მარადონას სიძე იგი ხო? ხო. მარადონას სიძე იყო და მე დაანგრია ოჯახი. გოგოს ბრალი იყო, ბიჭის ბრალი იყო, მაგდენი არ ვიცი. რა მოხდა? იჩხუბეს და ისე დაშორდნენ თუ მეგობრებად დაჩნენ, ეგეც არ ვიცი. ბავშვები ვისთან არიან, არ ვიცი. კაი, პრეზიდენტი ყავთ უცნაური კაცი არგენტინას. ეხლა ხო? ვინ? და უცნაური რითი? ცოტა ისეთი მარჯვენა შეხედულებების კაცი. პოლიტიკურად უცნაური. ხო. კარლოს მილეი. ხო, მაგრამ არა მგონია მაგ პრეზიდენტმა ეხლა რამე ცვლილება შეიტანოს იმაში. იქაური გირჩის ნაირი იდეოლოგია. რომ თავრობის ზომაში ვამციროთ ეს ამაში ფული არ გადავიხადოთ, იმაში არ გადავიხადოთ. თავიდან კარგად მიდიოდა, მაგრამ ეხლა ბოლო ისინი რაც გამოქვეყნდა. მონაცემები ეკონომიკის მდგომარეობის არ არის თქვა სახარბიელო სიტუაცია, მაგრამ ეს არგენტინას არ უყვეს. ხო. ელი მაგათი ისტორია არის. შეერუყვებოდი ფეხბურთის ისტორიებს არგენტინაზე არაფერი წესიერი ისეთი არ გითხოვს. სტაბილურობაზე რაც მიანიშნებთ. ხო, კიდევ უფრო ფინანსურს. ხო. სულ რაღაცა ინფლაცია, ხორცი გაძვირდა, გაიაბდა ბუმბული და რაღაც ეგეთი. ხო, მაგრამ ფეხბურთით ცხოვრობს ეგ ქვეყანა. თვითონ არგენტინელები ამბობენ, რომ ჩვენ ფეხბურთზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ფეხბურთზე ვნერვიულობთ. და ანეკდოტიც არის ესეთი, ბრაზილიელი ეკითხება არგენტინას. რომ ფეხბურთზე ამდენს რატო კამათობთ? არგენტინელი პასუხობს. ძილიც ხო გვინდაო? არა, ჩვენ არ ვკამათობთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა აგიხსნათ, რომ ყველა პენალი ჩვენ სასარგებლოდ უნდა დაიდოს. ხო, ნახოთ რა. მე მგონია, რომ არგენტინა სერიოზული ძალა არის ამ სოფლიოზე.
რა თქმა უნდა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია თქო, მაგრამ ესეთ პირობებში, როცა ევროპა ასეთი მედიცინით, ასეთი ჩვენ თვითონ არ ამბობდი საფრანგეთმა ერთი ნაკრები დატოვა. ხო და ესეთი რესურსებით როცა არის ევროპა, ხო, მაგრამ წარმოუდგენელია ორჯერ ზედიზედ მოიგოს არგენტინა. თუმცა ვნახოთ. იორდანია თუ რას ამბობდი? კი, ალჟირი, ავსტრია და იორდანია. იორდანიაზე არაფერი არ ვიცი, ერთი ვიცი რომ მაიკლ ჯორდანი და იორდანია ერთი იმიდან მოდი. იწერება. ხო, ერთი დინარის სახელიდან მოდიან. ალბათ. და ნოე ჯორდანია. ხო, ის არის რა. ხო, მართლა. კარგი კამათები. თვითონ არ წამთ ისი რომ საფეხბურთო მიმართულებით რამეს წარმოადგენენ. ხო, ხოჩა. ხო. ამბობენ კიდევაც რომ ფეხბურთის ჩვენ ბურთს არ ვაკონტროლებთ. ჩვენ უფრო ანგარიშს. ხო. და სიცხეში თამაშობენ. და შესაბამისად ის არის რა პრესინგი, ზდიე და ისინი არა. ხო, სხვათა შორის. ნარანდება რომ ნაკლები გაუფლიან. 2 წუთით რო შევცვალო შეიძლება ის. რა, თემა. მიდი. მე რო გითხარი, ახსოვს 70 წლის ჩემპიონატზე ყველაზე ლაღ ჩემპიონატად ითვლება მეთქი. აღმოჩნდა რა, იცი მიზეზი. ახლა მექსიკაში ტარდებოდა ზაფხულში, ძალიან ცხელოდა და არა პრესინგებდა არა, მაგდენი ენერგია არ ქონა. და მაგიტო ბევრი გოლი გავიდა და ლაღიც იყო და ეხაც ეგეთ ჩემპიონატი გველოდება იმ კლიმატურად. მექსიკაში რელიეფურ. ხო. ამერიკაშიც რა ბევრ ქალაქში ეხა ივნისში და ივლისში ცხელა. ამიტომ ბევრ გოლს ანუ კანადურ თამაშებზე უნდა დადო ნაკლები. კაი, რაღაცას თავს აგინებინებ ეხლა. ზეკაზე დადო. არ გინდათ. ნასვამია ეხლა და რაღაცებს ლაპარაკობს. ბიჭო, მე გეუბნები მეცნიერულად. გუნია რომ მეცნიერება არის. იორდანია თამაშობდა სიცხეში, მანდ იყო. ხო, სიცხეში თამაშობენ და ამიტომ არანაირი პრესინგი. ჩვენც ვეთამაშეთ ერთხელ თუ ორს დები იორდანიას. და მოვიგეთ 3-2, მაგრამ ისე არ მოგვეწონა ანგარიში, რომ წვრთნელი გადადგა. არ გახსოვს? როგორ არ მახსოვს კი? მგონი გაიოს დარსაძე. გაიოს დარსაძე იყო, წვრთნელი კი. იმიტომ რომ ჯერ ერთი მოსვიგეთ, მე ორი თერთს ვაგებდი, მე 3-2 მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი. მე მახსოვს არ ვიცი როგორ მოახერხა ჩვენმა ერთმა მეგობარმა იორდანიის წვრთნელის გვერდზე აღმოჩნდა და სურათი გადავიღოთ და ის გაუგნდა ბედნიერებისგან. და გადაიღო და ამასაც უხაროდა და გვაჩვენებდა რომ ნახე ვისთან გადავიღე ფოტო. დაბალი ულაშიანი კაცი იყო. ჩვენი მეგობარი? არა, ისა? ის რა იქნებოდა? იცი რა ქვია იორდანიის ნაკრებს? უდაბნოს მეომრები. არა. კეთილშობილები. კაი კაცი. ხო. რა ვქნა. ანუ ესენი კეთილშობილები დროპ მამაცები. ანუ ისა fair place-იც ავე, ნუ ვინმე თუ წაიქცა ბურთსა. აი ეგეთ ხალხი არა, ხო. კაი, დავაკვირდე მე ამაგათი თამაში. კი ბატონო. მარტო ის მაქვს ნახ ჩვენთან. და მარტო და მეორეც ჩვენთან ოღონ კალათბურთი. ავსტრიაზე რას მეტყვი? ავსტრია არის რაღაცნაირი გუნდი, რომ რაღაცაზე ცუდი არასდროს არ არის და რაღაცაზე კარგიც არასდროს არ არის. წელსაც ეგეთი მოვიდა. ავსტრიული ფეხბურთის განვითარების მაგალითი გითხრა უცნაური. აბა. ზედმეტსახელი არის დასტინ. გუნდი. და 1930-იან წლებში ზედმეტსახელი რა იყო, იცი? ვუნდერთი. ხო, ვიცი. ხო. დიმ მართლა მაგარი გუნდი იყო. სასწაული გუნდი. ეხლა არის გუნდი. საოცარი, ხო. მაგის ეშინოდა ხო გითხარი, მე ხო მოგიყე მუსოლინის. ხო. და ყველაზე დიდ საფრთხეს მაგაში ხედავ. და მე გერმანიამ რო შეიერთა ამოისუნთქა. ხო, ეხლა არა საფეხბურთო კუთხით დაჯუჯეს რა.
ალაბა თქვი და ხო არ ვიცით იქნება თუ არა. არნაუტოვიჩიც კარგი გვარიანად მობერებული არც ისე კარგი ხასიათის მქონე ფეხბურთელი ლაიმერი ყავთ. კი ბატონო კონარდი ბაიერნიდან. არნაუტოვიჩმა გამოიცვალა ალბათ ძალიან ბევრი გუნდი. მე რაც მახსენდება მარტო რამდენი არ მახსოვს. ეგ კი მახსოვს რომ ჩინეთშიც თამაშობდა. ცოტა ხანი. და სუჩხუბობდა. და მე ჟურნალისტები წერდნენ და ამბობდნენ რომ გოლი რო გააქვს მაღაზეც გაბრაზებული არიან. არნაუტი იცი რას ნიშნავს თურქულ? არა რა თქმა უნდა. ეგ შენი სამყაროა. არნაუტი თურქულად არის ალბანელი. არნაუტოვიჩი არის როგორც ჩანს ალბანელის ბიჭი. ალბანელაშვილი. ჩვენთან ხო ბერძენიშვილი და იორდანიშვილი. ფრანგიშვილი არის ალბანელიშვილი. კი, გავიგე. რო დამიღეჭავ მესმის ხო. წვნელი ვინ არის ხო იცი? რანგინიკი. ხო, რანგინიკი. მაგარი რაღაც რო გააკეთე, ხან ახლა შესარჩევს. აბა, ამახსენე. ამ საკვალიფიკაციოზე. ოპერაცია გააკეთა ფეხის. ყოჭის რაღაცა ქონდა. ხო. და ექიმმა უკრძალა ისა, სიარული. რო რაღაც დატვირთვა არ შეიძლება ინფექცია ისა. სკროლით იყო? არა, უარეს ველოსიპედით. თამაშის დროს შემოვიდა და მოედანი გადაჭრა ველოსიპედით. საჯი გამოშტერდა და ხან იყო რა კაიო. ფეხბურთი გაგზავნა. და მაგ თამაში მოხვდნენ სოფლიოზე. და გულშემატკივრებმა რა დაარქვეს, იცი? FIFA Delivery Service. ვაუ. ოჩახ. ნუ ავსტრია ის არის რა, ფეხბურთი რო დაიბადა მე-20 საუკუნეში ევროპაში. სამი დიდი ძალა იყო. ვენა, ბუდაპეშტი, პრაღა. პირველი საერთაშორისო ტურნირებიც მაგათ დაიწყეს და ტრადიცია აქვს ავსტრიაში. ფეხბურთელებიც ფეხის განძრევა არ უნდათ მაინც. აულიათ და ყავთ, მაგრამ მე რაც 48 წლის ვარ და ისეთი ავსტრია რომ შეგეშინდეს არ ყოფილა. თუმცა რაღაცაზე ცუდიც არასდროს არ არის. კი ბატონო. თან სპორტული ქვეყანაც არის. ზამთრის კი ჰერმან მაიერი, მოთხილამურე, რომლის დაშვებები ნანახი მაქვს და ხალებშიც მაგრები არიან. და ფორმულა 1-ში. ნიკი ლაუდა, ავსტრიელი. ბიჭი კარგად ატარებს. აჰა. დავარქვათ უკვე სახელი თუ დაგვრჩავით? არა, დავარქვათ. ვის თქვით? არგენტინა თქვით? ავსტრია, ავსტრია და იორდანია. AAJ. ხო. ხმოვანთა ჯგუფი რო დავარქვათ. ხმოვანზე დაწყებულების ჯგუფი. J არ არის ხმოვანი. იორდანია იში გაგყავს. ჯორდან არ არის? ქართულად იორდანია. ეგრე ყველა თავის ენაზე ყველა სხვადასხვა იქნება. კარგი, არა, თაგიკითხე უბრალოდ. აფსუს ჯგუფი? რატო? და ერთის აფსუს იქ რა ყოფილიყო. ვერ გავა. აფსუს 1-10 იწერება. არა, ნახე. და აფსუს კიდე ერთი არ ყოფილიყო. რთულია. ამას ვერ გაგვიგებენ ისე. ობივატელები. მაღალი დონის. ისე იუმორი. ბევრი რამე უნდა იცოდე რომ მაგაზე იკაიფ. ხო, კარგი. მაშინ რა? მაშინ AI. მაგრამ AI არ არის. იორდანია არის. ხმოვნების ჯგუფი დავარქვათ რა. AI ჯგუფი ახაც გამოდის, წინაზე რო არ გამოგვივიდა. AI ჯგუფი შევინახავ. ვის უნახავ, მაგრამ კაი. ისე რომელი ჯგუფია ეგ აი მე. ნუმერაცი. J. J ჯგუფი ესე რა იყოს? როგორ? ანუ სამია. არგენტინა, ავსტრია. ავსტრია J. J ჯგუფი. აჰა. ცოტა ის უნდა სამსახიობო ნიჭი უნდა. ვითომ გაგახსენდა. ბონეტიკური სახელია უფრო. ის უნდა რა, თამაში უნდა. არ გინდა? არ ვიცი ირაკლი. რატო არ მოგწონს ხმოვნებზე დაწყებული ჯგუფი?
და ყველა უცებ თავს დაუტრიალდება და ხდება რომ ეს ამ ჯგუფთან გააკეთებენ. მე მეშინია ხო არ გავუმაზეთ ეგეთი. რა, ეს არის, იქნები იყო კიდე ვინმე. არა, 4 ხმოვანი არ ყოფილი. არ არის მაგდენი ხმოვანს დაწყებული ქვეყანა. სოფლიოში რომ ესე დაგიჯდეს, როგორც იმაში. ხო. ანუ ეს შენობის საჩუქარია და არ გამომაზოთ. იმ თავითვე ესე იყო. გამოგზავნილი. ხმოვანი ჯგუფი მაშინ ესე იყო. ხმოვანი ჯგუფი, კი ბატონო. ხო. კარგი. აი სერიოზული დისკუსიის შემდეგ გადაწყვეტა რომ ხმოვანი ჯგუფი დაერქმევა. მოგწერეთ თუ რატომ მოგეწონათ ეს სახელი და რატო ჯობდა ჯეი ჯგუფი.